იაპონური კორპორაცია Sony-ს წარმომადგენლებს დღეს თბილისის მერის შეხვდა. მხარეებმა საინვესტიციო გარემოსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ერთ წელიწადში Sony-ს წარმომადგენლობა საქართველოში სასწავლო ცენტრს გახსნის. ამ ცენტრში გადამზადებას ტელევიზიებისა და კინემატოგრაფიის სფეროში მომუშავე სპეციალისტები გაევლიან. ამ პროექტის ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები თანამედროვე ტექნიკითაც აღიჭურვებიან. ამ კომპანიის დაინტერესება საქართველოს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით კარგია, რომ არის საუბარი პროექტზე, რომელიც პირველ რიგში სხვათა შორის რომელიც მომხმარებლები იქნებიან პირველ რიგში ტელევიზიები და კინოსტუდიები, იმიტომ რომ საუბარია სასწავლო ცენტრის გაკეთებაზე, სადაც იქნება სასწავლო კურსები ყველა დაინტერესებული პირისთვის, კვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ, რაც უფრო მაღალ ხარისხში გადაიყვანს ტელეინდუსტრიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი სასწავლო ცენტრის გაკეთება ძალიან საინტერესო წინადადებაა. ისევე როგორც დამატებითი ახალი, ასე ვთქვათ, ტალღისთვის პროფესიონალების და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გავიგეთ, რომ საქართველოში ახალი მედია ცენტრი იქმნებოდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ შეგვიქმნა საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც შეასწავლის ადამიანებს ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის წესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ საკითხში ქართულ მხარეს აქტიურ დახმარებას გავუწევთ.